სამეგრელოში გავრცელებული გვარების წარმოშობის ისტორია. სად იღებს სათავეს თქვენი გვარი? ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალები რადიო ათინათის რუბრიკაში გვარის ისტორია. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8 საათსა და 5 წუთზე. დილამშვიდობისა ჯიქია ამ გვარის წარმოშობაზე კი ამბობთ. ჯიქიები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვარია სამეგრელოში. 1995 წლის მონაცემებით საქართველოში იყო 6432 ჯიქია. ჯიქიების ძირი სოფელია ჭაქვინჯი, სადაც ამ გვარის ძირი ხატია საძიებელი. გარდა ჭაქვინჯისა, ჯიქიები მრავლად ცხოვრობენ სოფლებში კირცხი, ახუთი, ხორი და მენჯი. ჯიქიას ატომო სახელისაგან ნაწარმოები გვარსახელი ჩანს. ჯიქია ერქვა ქართულად ადიღეურ ტომებს, აფსუებს და უბიხებს. მაგალითად, ვამეყ დადიანი ხობის ტაძრის წარწერაში ამბობს, რომ ვილაშქრეო ჯიქეთში და ავიღეო მათი სიმაგრენი, რომელთა შორის ყოფილა გაგარი, ანუ გაგრა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აფსუები, რომელნიც ადრეულ წყაროებში აფსარებად იწოდებიან, მე-14 საუკუნის მიწურულს ქართველების მიერ ჯიქებად იწოდებოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც გვარსახელი ჯიქია თითქოს უნდა უკავშირდებოდეს სახელს ცხოველისა ჯიქი. ამგვარი წარმომავლობის ალბათობა გვარსახელისა ჯიქია ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეთნონიმ ჯიქისაგან მისი წარმოშობა, რადგან ზოონიმური წარმომავლობის ანთროპონიმებს, რომელთაგანაც შემდეგ ესა თუ ის გვარსახელი წარმოიშობა, უმეტესწილად დაერთვით მსგავსობითობის აღმნიშვნელი ფორმატი ა. მაგალითად, ზოონიმი მგელი, მისგან წარმოშობილი ანთროპონიმი მგელა, გელა, გვარი მგელაძე, დათვა, დათუა და გვარსახელი დათუაშვილი. უძველესი დოკუმენტი, სადაც მოხსენიებულია გვარსახელი ჯიქია, აფხაზეთის საკათალიკოსო გამოსვლის მოსაკრებლის დავთარია. მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა ქრისტესია ჯიქია, ჯიქიძე. ის საბატონო ყმა ყოფილა, ბერად აღკვეცილა და დავით გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდა. მისი ცხოვრება აღწერილია, მაგრამ სამწუხაროდ გამოუცემელი. 1919 წელს ოდიშის მთავარმა ლევან მეხუთემ გაბრიელ ჯიქიას და მის შვილს სამთულოდ გამზადებულ იოანეს, რომელთაც სხვა ზუგდიდელების მსგავსად გადასახადი ემართათ, ამ გადასახადებისაგან გაათავისუფლა, ოღონდ ყოველ წელსაც როხა დაუტოვა გადასახადად. ამავე წყალობის წიგნით მთავარმა ამ ჯიქიას აზნაურობა უბოძა და სწორედ ამიტომაა, რომ ის ჯიქიძედ გვევლინება ამ დოკუმენტში. ჯიქიას ჯიქიძედ გადაქცევის მიზეზი ის არის, რომ სამეგრელოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში არსებობდა მხოლოდ ქართული ფეოდალიზმი. მეგრელი, სვანი, აფხაზი, ფეოდალი, თავადი თუ აზნაური თავს ქართველად თვლიდა, გლეხს კი მეგრელად, სვანად და აფხაზად. ამიტომაა მეგრული, სვანური და აფხაზური თავადური გააზნაურებული გვარების უმეტესობა ძე-დაბოლოებიანი. აფაქია, აფაქიძე, ხეცია, მხეიძე, დგებია, დგებუაძე და სხვა. ამრიგად, ჯიქიძე გვარსახელი ჯიქიას ფეოდალური ფორმაა. ჯიქიების საგვარეულო შესახებ უხვი ცნობებია მე-19 საუკუნის დოკუმენტებში, სამეგრელო სამთავროდან. ჯიქიების ერთი შტო, კერძოდ კი ზუგდიდის მკვიდრი ჯიქიები 1819 წელს გააზნაურებულა. ჯიქიას ზმნური ფუძე მეგრულში აღნიშნავს უშნოდ ამართულს, აწოწელს. ჯიქიების ნაწილი აფხაზეთში საკმაოდ ადრე ჩანს დამკვიდრებული. აფხაზეთის სოფელ ლიხინის მკვიდრ 1834 წელს მონათულთა შორის იხსენიება ჯიმი ჯიქიას ასული ფუნდუკი. საქართველოში ჯიქიათა რაოდენობა შეადგენს 5735 კაცს.